მოგესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმრები ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე. ესე იგი, მოგესალმებით ნიკა, შენ ფაქტიურად ჩვენთან ხარ ჩაწერილი ხარ ჩვეულებრივად, მე მგონი აქედან უკვე აღარ გადიხარ, იმიტომ სასწობებია და შემდეგი მოწვევა რო იქნება, სულ აქ ახარ და ჩვეულებრივად მოდიხარ შემდეგი გადაცემისთვის. ანუ ისე ხშირად ხარ და ირაკლი დღეს პირველად არის ჩვენს გადაცემაში. ხო, თან ირაკლი ეს სულ აქტიურია ხოლმე, გამოდის, მართალია ემოციები არ აქვს, მაგრამ ხო მაგრამ ერთი მინდა თავიდანვე მოუყვე მისალმებასავით, რომ აი ზუსტად მეგობრებთან ერთად გავარ სადღაც რამოდენიმე კვირის უკან, ნამდვილი ამბავია და ვიცინით რაღაცაზე მოვიდა ასაკიანი ქალბატონი გამაჩერა, თქვენ ხომ ირაკლი ხართ აბესაძე, მე ვუთხარი დიახ და ნუ როგორც წესი მე ისმენ რომ აი რა კარგად გამოდიხარ, რა კარგი ბიჭი ხარ და ქალბატონმა მითხრა რომ მე თქვენ არ მომწონხართ, იმიტომ ტელევიზორში სულ ჩხუბობთ და სულ პრობლემებზე საუბრობთ და რომ იცინით თურმე რა კარგი ბიჭი ყოფილხარ და ეხლა გვინდა რომ ეს სტერეოტიპი ასე ვთქვა დავარღვიოთ რომ კადრს მიღმა ჩვენც ვიცინით და იქ უბრალოდ საკრებულოში არ აქვს სასაცილოდ საქმე და მართლა ესია საქმე ნიკა საკრებულოს აი ვიღაცას გონია რომ ჩვენ არ ვასვენოთ ნარმანიას აი მაგაზე მინდა ლაპარაკი რომ twins ნარმანიას სიამოვნებაში პირიქით არის ახლა რამდენჯერ ვთქვით რომ შევეშვა სხვა საქმეებზე გადავერთოთ მაგრამ ნუ მოსვენებას არ გვაძლევს ახლა ლიმიტი არ აქვს ასე ვთქვათ მის მარგალიტებს და ამიტომ ვფიქრობ რომ უბრალოდ ეს ვანო შოუ თქვენ შენ შოუშიც რომ მეოთხეჯერ ვარ რეალურად ამის დამსახურებაც არის ბატონი დათოსის და დათო ერთხელ არის არ მოდის ხო მე მიუხედავად ამისა ვფიქრობ აი ჩვენ ეწოდებული სტოკჰოლმის სინდრომი შეგვეყარა ან როდესაც მსხვერპლს მოძალადე უყვარს და მოძალადეს მსხვერპლი რა აი დაახლოებით ესეთი სიყვარულში გადაეძებოთ ვიცი საშოს ეს ასე თქვა თუ ამ სამკუთხედ შევკრავთ და ამ სამხრივ სიყვარულს ასე თქვა გავშლით ერთადერთი შემთხვევა გქონდა როდესაც ასე თქვა ერთად გადავეყარეთ მე და ნიკა ბატონ მერს ესე იგი გაწვიმდა ძალიან თბილისში ჩვენ როგორც ასე თქვა ნიკა როგორც გამგებელი, მეც როგორც მერის თანამშრომელი, ეგრევე ვგრძნობთ, რომ სად შეიძლება შეიქმნას პრობლემა, დაურეკეთ ერთმანეთს, შევთანხმდით და გავედით მერის წინ სააკაძის დაღმართზე, სადაც ვიცით, რომ იქ სანიაღურის პრობლემაა და შეიძლება გზა გაფუჭდეს და მივედით, ხედავთ, რომ ორი ადამიანი არის მერის თანამშრომელი, ღამე არის რა, ღამის 2 თუ ასე პირველი 2 საათია, მერის რამოდენიმე თანამშრომელი სხვათა შორის დავხვდა, იკრიბებიან ისინიც, შეუერთდით ჩვენ, განვიხილეთ რა პრობლემაა, რატო არის, რა შეიძლება გაკეთდეს, ანუ ყველანაირი მითითება მივეცით, შევთანხმდით, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, მოგეთ დავალაგეთ ასე თქვა სიტუაცია, ქალაქი საიმედო ხელშია და გაჩერდა რაღაცა ჯიპი გვერდზე ჩერდება. გავხედეთ და ნუ მერის მანქანაა, მაგრამ არ გადმოდის რა, არ ვიცი რატო, რა იფიქრა, ეთქობა შემოხვედა, ნუ ჩვენი დანახვა ნამდვილად გაუხარდათ, ხო ვერ ვიტყვი, გავხსდა 1.15-20 მეტრი და ნუ გადმოვიდა ბოლო-ბოლო რა. გავართ და ესა მელას თავის მახრჩობელა უყარდაო, კი არ მივიდა თავის თანამშრომლებთან რომ რა ხდება და რა სიტუაცია, მოვიდა პირდაპირ ჩვენთან, მე და ნიკასთან, დაგვიდგა და ნუ დავიწყეთ ასე ვთქვათ საუბარი, აუხსენით რომ რა პრობლემებს ქმნის, ასე ვთქვათ მისი უნიათობა, უქნარობა, ვეუნებით ამას, იმას, მან დაიწყო რომ ქალაქს თვითონ აგუგუნებს, ჩვენ გადათხრილი დავტოვეთ და შემოიკრიბა გარშემო ხალხი ასე ვთქვათ ხმაურია და აუგათ მერი რომ ჩაირთო და საუბრობს, ნიკა მიუახლოვდა ესე გადაიხარა და რაღაცას ეუბნება, ასე ვთქვათ, ყურში უთხრა. და მერი გაჩერდა. ასე ვთქვათ, ძალიან აქტიური საუბრის შემდეგ გაჩერდა. ნუ ყველა გაჩერდა, ირგვლივ პატრულია ისა, მანქანები გამორთეს, რაღაც მტკვარიც აღარ ხმაურობს. მე მგონი აბსოლუტური, ასე ვთქვათ, აბსოლუტური საჩუმია და ნარმანიამ გახედა, ასე ვთქვათ, მერმა თავის დაცვას, მოიხმო თავისკენ და ისევ ესე რაღაცა ყურში უთხრა. ამარ ეს ასე ვთქვათ, შეცვა მოტრიალდა ნიკასკენ და ეუბნება. მოუხადა ჩემ ვერს ბოდიში. აი რა უთხრა. ლაშო ეს ახლა მე და ნიკა გარდაიცვალა ერთად საქმეს ვაკეთებ, მეგობრებიც ვარ და თითქმის არ გვაქვს ანუ თემი მით უმეტეს სამსახურებში. დავჭი რა, ჯერ არ ვიცოდი. ვინ ხარ მე კიდე დაცვის წევრი ვარო და მოუხადიო ბოდიშივე ხო დათოსო და მეუთხარი ხა მე და დათოს ურთიერთობა ერთ საიდუმლოს იმსახურებს მეთქით ხა რატო გაგცა თუ მე რა უთხარი ყურში შე რატო დღემდე არა რეალურად აი მართლა მოვიდე და მხოვდა
რომ ეხა შენ ადექიო და მიდი და ბოდიში მოუხადე და არაფერი ისეთი არ მithქვამს რა. დათვის თანამშრომლობა. და მოკლედ მერმა ისე დატოვა ის სიტუაცია, რომ იქ რა მოხდა ზაგაფუშდა თუ რა იმაზე ვერ ისაუბრა, რაღაც აიდუმლო გაიგო ნიკაზე. და მართაც დავდივართ ეხა ძირითადად ერთად გვიწევს ეხა პრობლემების მეტი სამწუხაროდ რა არის და რამდენიმეჯერ მოგვიწია თბილისის გარეთ გასვლა და ერთ-ერთი სოფელი ნუ ძალიან ისეთი მიტოვებული სოფელია სამწუხაროდ ავედით და მე ირაკლი კიდე ჩვენი მეგობრები საუბრობთ მოკლედ ძალიან აქტუალური თემა იყო გაზპრომი როგორც დღეს არის გაზპრომის პრობლემატიკა და ჯაჭვი არის ეხა ექვსი და ნუ საუბრობთ მოსახლეობასთან რომ არავითარ შემთხვევაში გაზპრომს არ უნდა მიცეთ გაქანება რომ რუსული გაზი არ უნდა ჩანაცვლოს აზერბაიჯანული გაზი უნდა დარჩეს და რუსული გაზი არის ეხლა ჩვენი ქვეყნის დაღუპვა რომ ის 200 მილიონი კუბომეტრი გაზი ჩვენ გვჭირდება ანუ ფული არ უნდა გამოვარდეთ რაც ახლავს ამ პრობლემას რა 10 წუთი ვისაუბრეთ ამ თემაზე და ბოლოს ვკითხეთ მოსახლეობას რომ ეხლა თქვენ რა პრობლემა გაქვთ რა რა გჭირდება თქვენ და ყველა აი ერთბაშად რომ აი გაზი თუმცა აღმოჩნდა რომ ამ სოფელში გაზი არ არის საერთოდ და ეს თავხედები ავედით და ვეუბნებით რომ არა გასწრებს არა რუსულ გაზს დარჩეს აზერბაიჯანული გაზი და აი მართლა დააშეს აი თავხედების შევხვდით რომ არ ვიცოდით ამ სოფელის ბოლომდე პრობლემატიკა ხო ჩავსხედით მანქანაში ბოლომდე ერთი პოლიტიკოსი გვეღარავა თუ გაზის მილი არ ეჭირება რაღაცა მილი უნდა ტანმაღალ ხეებზე მინდა საუბარი ახლა თქვენ ბევრჯერ გამოხდეთ ახლა რამდენიმე აქცია იყო მაგაზეც ვისაუბრეთ მაგრამ აი ეს ბოლო ყველაზე საუკეთესო ამოთი დავიწყოთ ახლა ეს არის ქალაქშიო ტანმაღალი ხეები უნდა დაიგო ანუ როგორ ირგვება ტანმაღალი ხე რა არის ჩვენ ხო არ ვიცი ახლა აი ტანმაღალი მე ვფიქრობ იცი რა შეიძლება რაღაცა აგრონომიაში ბოტანიკაში როგორც მეცნიერებაში ეს მართლაც მიღებული ტერმინია მაგრამ ნუ აი ტანმაღალი ხე უკვე ამადგან უკვე სასაცილოა ხო მე ვფიქრობ მარტო ტანმაღალი ხეები ხა ქალაქს ერთფეროვანს გახდის უნდა იყოს სხვადასხვანაირი ხეები როგორი ხე შეიძლება პრანჭია ხეები ოპცია ჩაცოცხული ხეები შეიძლება უბნის მიხედვით შეიძლება ასევე ერთ-ერთი ორიენტირი გახდეს თბილისში ტანმაღალი ხეა როგორც აი მაგალითად აი 7 საათზე შევხვდეთ დედაენის ბაღთან ანუ ძეგლთან ხო საუბრობთ ან 7 საათზე თავისუფლების მოედანზე ან ანონსი რომ მიდის აქციაზე რომ 27 იანვარს გაიმართება აქცია ტანმაღალ ხესთან ერთად ანუ შეიძლება ერთ-ერთი ორიენტირი გახდეს ტანმაღალ ხესთან მე რაღაცაში არის პლუსი სად შევხვდეთ ტანმაღალ ხესთან მოდი და იქ შევხვდეთ მე მგონი ადგილებს ნიშნავს შეიძლება ნორმალი საიდან იგონებენ საიდან იგონებენ მართლა ეს მილიონი ყვავილი შენ გეცოდინება რა პროგრამაა შესაკრებულოში ჩახედული ხარ საბუთებში კი, არ ვიცი, ნამდვილად გასაოცარი იყო მილიონი ხის შემდეგ, ასე ვთქვათ, მილიონი ყოველთვის ზოგადად როგორც ჩანს ამ მილიონებისკენ მიდრეკილება აქვს. ნამდვილად ვერ ამომიხსნია, ასე ვთქვათ, ეს მიდრეკილება რა არის. თუმცა, როგორც ასე ვთქვათ, ხეები და ასე ვთქვათ, დარგეს და გაახმეს ამ მილიონ ყვავილს უფრო ადვილად გააქრობენ, ასე ვთქვათ, დედამიწიდან და როგორც ჩანს უფრო ადვილი სქემა არის, ასე ვთქვათ, თანხის მოპარვის ეს ნაწილობრივ სერიოზულად, თუმცა სინამდვილეში ეს ასეა და ამწუხაროდ შეიძლება ვიღაცისთვის სასაცილოა, ვიღაცისთვის სინამდვილეში საერთოდ არ უნდა იყოს სასაცილო. თუმცა, აი ხშირად საუბრობენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, რომ უნდა მოხდეს მარიხუანას ლეგალიზება, ხო? მარიხუანას ლეგალიზება, არა და სინამდვილეში უკვე არის ერთი ადგილი დედაქალაქის მერიაში, სადაც ეს უკვე ლეგალიზებული არის. ტოპ მენეჯმენტში. დარწმუნებული ამის გარეშე შეუძლებელია ეს დაფასებები. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ბრძანებაზეც მოაწერინეს ხელი ნარმანიას და არ იცის და ჩვენს ვეძებთ და იმედია, რომ ბრძანება მარიხუანის ლეგალიზების შესახებ ამის გარეშე შეუძლებელია. ერთი კიდე რაც მინდა კითხოთ, ეს არის დიდი ამბავი რომ ატეხეთ ამ პროკურორის შვილის სასტუმროს ხარჯებზე საფრანგეთში. ეგ ხო რეალურად მერის ბრალი არ ყოფილა. კი, საოცარი პასუხი მივიღეთ სხვადასხვა თბილისის მერისგან. მან თქვა რომ მე არ ვიციო და საზოგადოებაც დამშვიდდა, აღშფოთებული ხალხი დამშვიდდა, რომ თურმე მერს ეს არ ცოდნია და თავარი ეს იყო ამ სიტუაციაში, რომ არმანიამ არ იცოდა, მაგრამ პრობლემა კიდევ ის არის, რომ მან ძალიან ბევრი რამე არ იცოდა ამ 1 წლის განმავლობაში, რაც ის თბილისის მერია, მან არ იცის, როდის შეუცვლიან მოადგილეს და სამსახურის უფროსებს, მან არ იცოდა, რომ მისი სახელით მოსკოვის მერი მოიწვიეს თბილისში, მან არ იცის თვითნებურად ვინ თხრის გზებს, მან არ იცის რატო შექმნა მარგიშვილის სამსახური, მან არ იცის რატო როდის მოაწერა ხელი ასე ვთქვათ პროკურორის შვილის დაფინანსებას, ესე ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვა თუ არ ვიცია მერი უყავს და
არაკომპეტენტური თოვლის ბაბუები. არაკომპეტენტური თოვლის ბაბუები კი. არა, თოვლის ბაბუ ახალწელს მივიდა და ამბავი ატყდა, რომ საჩუქრები არ დაურიგეს. თუმე ტენდერის გამოცხადება ვერ მოუსწრიათ და მე დათოს პასუხი იყო, რომ ნუ ახლა რაღაც არაკომპეტენტური თოვლის ბაბუები იყვნენ, რომ მე ეს არ ვიცოდია. არაკომპეტენტური, ანუ ყველას გადაწყვეტა ბავშვებს. ბავშვებს. აი ხა საუბრობთ. მართლა გულის სიღმეში რაღაცა გულშემატკივრობ, იცით რატო გულშემატკივრობ? იმიტომ რომ ხა რო გითხრათ რომ ძალიან მიხარი ამდენი მისი შეცდომები და ის მარგალიტები მე რო აიტაცებს მთელი ქვეყანა ბოლომდე ნამდვილად არ არის ესე იმიტომ რომ ამ ადამიანთა წაგებული მაქვს საჩვენებში წაგებული მაქვს და ნუ რაღაცნაირად გულშემატკივრობა აი ეს ფეხბურთია ხო ქეჯგუფი და გუნდი რო გამოგაგდეს მაგალითად ერთი ხო აი და გერმანია ძლიერი გუნდი მე გულშემატკივრობ რომ ფინალში გავიდეს და აი გერმანია მოიგოს ու თქვა რომ აი ჩემპიონთან წავაგე ხო აი ეს ამბავი მინდა რომ მოხდეს არა არ გამოდის ამიტომაც ესე იგი ულევად ვაძლევთ ხოლმე რჩევებს აი მაგალითად უგებობთ რა თუმე მერიაში თანამშრომლები ზედმეტსახელად რას ეძახიან იცი დათოს მართლა სერიოზულად თუ ისე არა სერიოზულად ერთ-ერთი სამსახურის უფროს ნუ ვიცნობ და მან მითხრა რამდენიმე დღის წინ მერიაში ნუ რამდენ რას ეძახიან იცი რასი მდგმურს მდგმურს აი ამიტომაც გულით ვერ დროებით არის და ნუ მალე წავა ესეთი. არა მე ერთი გამოსვლა იყო, როდესაც თქვა რომ თბილისშიო დაიწყება ორმოული სამუშაოები. ეს სწორი ტერმინია, ორმოული სამუშაოები. არ ვიშურებთ ხოლმე ძალისხმევას, რომ მივცეთ რჩევები, აი ორმოული შეკეთება სად გააკეთოს, კაპიტალური სად გააკეთოს და არ გვიჯერებენ რა უბრალოდ. აი მაგალითად უთხარით რომ გზებს აგებთ უხარისხოთ. აი მაგალითად კონკრეტულ დღეს ვეუბნებით კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს გაგარინის ქუჩა არის უხარისხოთ დაგებული. ორ დღეში ის გზა დაინგრა. ვეკითხებთ რომ რატომ დაინგრა ეს გზა? შემოგვიტელდა და გითხრა რომ უხარისხოთ იყო დაგებული და ამიტომ დაინგრა. ვეუბნებით რომ ნუ შექმნით მარგიშვილისთვის შეპესე კორუფციას. იმიტომ რომ მერიაში ამ ტიპის სამსახური თქვენ გაქვთ. გავიდა 9 თვე, აი დღეს გამოვიდა საკრებულოს ხდომაზე ეს საკითხი, ვეკითხებით რომ რატო აუქმებთ ამ იმას სამსახურს. შემოგვეტრიალდნენ და გვითხრენ, იცით, ჩვენ მერიაში გვაქვს იგივე ფუნქციის სამსახური და ვაუქმებთ ამიტომ, ხო და ბოლოს და ბოლოს ვეუბნებით რომ წააგებთ 2016-ში არჩევანს, იმიტომ რომ უმაქნისებით ხართო და დარწმუნებული ვარ რომ ნოემბერში მოგვეტრიალდებიან და გვეტყვიან რომ წავაგეთ ეს არჩევნები, იმიტომ უმაქნისები ვარ და ახლა რა გვექნა. დაგვიჯეროთ არა მართლა მე მაინტერესებს აი ეს მეწარმეების ხელშეწყობის ცენტრი დიდი იმით 9 თვის წინ თუ რაღაცა შეიქმნა სადაც 2 მილიონი გამოიყო ბიუჯეტი და მეწარმეებისთვის ხელი უნდა შეეწყოთ ესეთი ცენტრი ანუ თვითონ აღმოჩნდნენ მეწარმეები ანუ და კარგად შეუწყეს თავს ხელი ანუ აი მაგალითად კარგი დამთხვევა იყო ანუ იმის გამო შეიქმნა რომ მაგალითად უბრალოდ ხელფასი აეღოთ ჩვეულებრივად აი ეს ერთ-ერთი აბსურდული სამსახურია რაც არსებობდა დღესაც არსებობს უამრავი კი, ნამდვილად არის. აი მაგ ვარიანტები არა გვაქვს კიდე ახლებრივი. არა, ვარიანტები კი რა არსებობს. უკვე არსებობს მილიონი ხის ძებნის სამსახური და თავად ეძებენ სად დარგეს. ეხლა დაემატება ყვავილების მოძებნის და დარგვის სამსახური. თვლის სამსახური დაჭირდება, დაითვალ. გვაქვს სპეციალური დეპარტამენტი მერის შეცდომაში შეყვანის და ისინი ყველაზე კარგად მუშაობენ და ყველაზე დიდ პრემიებს იყო ხალხის შეცდომაში შეყვანის სამსახური, მაგრამ არ გაამართა და გააუქმეს და ის თანამშრომლები გადაყავთ ეხლა მერის შეცდომაში. აი მაგალითად ესეთი ხელის შეხოცვის ბიურო. კი, შეიძლება. აი ჩვეულებრივად მიდიხარ მაგ სამსახურში და კატალოგს გიდებენ თანამშრომლებს და შეახოცოთ ხელი. აი ეს კარგად აიტანს ხელის შეხოცვას ადაშნი და იმიტომ მე ძალიან გაუბრაზდი მაგალითად ის სერიოზულად ვამბობ ოღონდ ის გოგო რომ გაუშვეს სამსახურიდან იმის გამო რომ არასწორად მიაწოდა საბუთი თუ რაღაცა არ ვიცი და ნუ რაგვარი იყო ის გოგო ხელისუფალი გვარად ხო მართლა გაუშვეს სამსახურიდან ადამიანი მუშაობდა ჩვეულებრივად ერთშვენ ერთ დღე მოვიდა და გაუშვეს იმიტომ რომ ეს რაღაცა სერიოზულად თქვენ ხუმრობებსაც უსმენენ და სპეციალური დროებითი კომისია შექმნეს იმის გასაკვირად თუ ვინ ჩვენ შორის ქალაქი ააგუგუნა იკვლევენ ვინ აგუგუნეს სინამდვილეში ამ ქალაქს ჩვენ თავის მე მაგ დასასაცილო სამსახურებ მაგალითად ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის შემამოწმელის ზედამხედველობის სამსახური აი სამი ზედამხედველობა კი შეამოწმებს მგონი კი ცოტა არის კიდე უნდა დაემატოს კონტროლის სამსახური კიდევ თბილისის მერიაში არსებული ბენზინის ტალონების დათვლის ბიურო ის ვიღაცა ადამიანი ჩვეულებრივად ბენზინის ტალონებს ითვლის არ არის ცუდია ძალიან კარგია მაგალითად თავის მოკატონების სამსახური ძირითადად ზიანო თავის კატონები
მართლაც დარწმუნებული ვარ, რომ აი იმიტომ საუბრობს დათო ამ ხეებზე, რომ იცის, რომ ბიძინას მართლა სუსტი წერტილი არის ეს. აჭარას არ ეშვება, ასე ვთქვათ. ბიძინა ხეები გადააქვს ურეგში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი გადმორგო თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ზღვამი აქვს ქუთაისში და პორტსაკეთები, მოკლედ აჭარლები ყველაფრის გარეშე დარჩებიან ზაფხულისთვის, ასე ვთქვათ, ზღვის გარეშე, ბოტანიკური ბაღის გარეშე და ამ ხეების კონტექსტში რა, გამიგია არ არის გამორიცხული იმდენად პარადოქსალურ ვითარებაში ვართ, რომ აიკვეს რაღაცა ერთი წლის თავზე, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი რაღაცა ხუმრობა იყო ბიზნეს მხრიდან და რო თქვა, რომ აი ხა მე ტოვებ, გავერთე კარგად 2 მილიარდ ლარს და წავედი, ხო? ანუ გვაცინა შეგნებოდა. ხა შენ გონია რომ პარასკევობით აშაყირებ მარტო ეხა დათო ნორმანიას, მაგრამ გაირკვეს რომ შეგნებულად 65 დღე ჩვენ აქეთ გვაშაყირებს, ხო? ეხა დღეს საკრებულოში ეხა ირაკლიყებოდა არც უარყო რა თანაშრომელმა მილიონ ყვავილთან დაკავშირებით. როდესაც ვკითხეთ რომ ეს მილიონი ყვავილი მაინც რამ გათქმევინათ, ნუ გვიპასუხეს რომ იცი რაო აი რო წავიკითხეო მე მივხვდიო რომ სასაცილო იქნებოდაო და დასკვა მიყოდებოდა. კეთქვათ მეთქი 999,000 ყვავილს დაორგავთ, მაგრამ არა მილიონი ყვავილი. იცი რა, ნუ ერთი ის თემა მაინტერესებს არამიზნობრივი ხარჯები თბილისის ბიუჯეტის. ერთი მე მახსოვს რომ გერმანული კომპანია ჩამოიყვანეს, რომელიც რაც გადაუხადეს 40,000 ევრო იმისთვის რომ დაედგინა როგორ უნდა განიტვირთოს ქალაქში საცობი. ესე იყო მარტივად გითხრა იმ გერმანელებმა, ეთქვა ბევრი არიფიქრა 40,000 ევროზე, ბევრი არიფიქრა და თქვა რომ უნდა დააყენონ ჩუქნიშანი. სამაგიეროდ ეხა უხდიან ერთ-ერთ კომპანიას 600,000 ლარს რომ მან უთხრას სად ავაშენოთ პარკინგები და ნუ ის როგორც არა, ეს არის აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ და 1,5 მილიონი ლარი გადაუხადეს ერთ-ერთ კომპანიას, რომ მას შეერჩია კომპანია, რომელიც გააკეთებდა ქალაქის გენგეგმას. ანუ 1,200,000 ლარი გადაიხადეს იმისთვის, რომ 2,5 მილიონი ლარი სამუშაოს ვინ შეასრულებდა, ის გამოერკვია და მე დაგითხრა, რომ საერთოდ უანგაროთ, ასე ვთქვათ, არც მედანიკა ვაძლევთ ამ ასე ვთქვათ, რჩევებს უფასოდ, გვაქვს ნისიების რვეული და ბიძინას როგორც ქვეყნის ვალი აქვს, ისე პირადი ვალი აქვს ჩვენი. ой, რაღაცა მატროშკასავით არის რა. ეს ტერმინოლოგიაშიც გამოიხატება რა, დათოს უყვარს ხშირად თუ მოსმენილი გქონთ, ხშირად გამოდის რაღაცაზე საუბრობს და იტყვის, რომ იქნებოდეს იქნება. ხშირად ხო დათო და ვერე აი უნდა ხო გამოვიცნოთ რა თქმა არ არის ადვე. ანუ ქმედებაშიც დაახლოებით იგივე პოლიტიკა აქვს რა. გასაგებია. კიდე ერთი თბილისის მერის მოადგილე იყავი, ირაკლი. დიახ. უგულავას დროს. სიტი პარკის ამბავში ხელი გირევია თუ არა? თავის დროზე კი როგორც იურისტი მონაწილეობდი როგორც მერის იურიდიული სამსახურის უფროსი, თუმცა შემდეგ მეც წავიმტვრიე ცხვირი. სიტი პარკთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გავხდი თბილისის მერის მოადგილე, მართლა 2 დღის გავხდარი ვარ. სამსახურებრივ მანქანაზე მე თვითონ ვზივარ, გიგი უგულავა არის მაშინ მერი, გიგისთან თათბირზე ვარ დაბარებული და მივდივარ სადღაც შევიარე, გამოვედი და ჩემი მანქანა არ არის. დავრეკე სად არის რა არის და თურმე არ შევხედე ნიშას, გაჩერება არ შეიძლებოდა და სიტი პარკს წაუყვანია. ნუ თხოვე ჩემ მეგობას ტრანსპორტის სამსახურის უფროსს რომ მივალ და უბრალოდ იქება რიგში არ დამაყენონ, იმიტომ რომ მე მეჩქარება რომ თათბირზე დროულად უნდა მივასო და მანქანა გამომატანონ. მივედი, ნუ დგას ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი, მივიღე მეც უკმაყოფილო სახევანო და შევერია ახლა, იმიტომ რომ ნუ ასე არის დიდი უკმაყოფილება და ამბავი რომ ვინც ეს სიტი პარკი შემოიყვანა და ასე შემდეგ და მეც ვარ ამ ამბავში ჩართული, გამოვიდეს და თუ არის ვაბესაძე ვინმე, მეთქი მე ვარ, შემიყვანეს უკანა მხრიდან და მიბეჭდავენ ახლა ჯარიმას, უნდა გადავიხადო, ბეჭდავს ეს ბიჭი, ბეჭდავს და უცებ ამომხედა და ისევ შენ რომ საერთოდ ვინახარო ესეთი რომ ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა დარეკა. ეოხარი ერის მოადგილეა დროზე გამატანე მანქანა თქვა ძალიან გაოცებული სახე ქონდა, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ამ ისტორიაში იყო ჩვენი ტრანსპორტის სამსახურის უფროსი, იმიტომ რომ ნარუშილოვკასავით ასე თქვა ჩაიდო ეს ისტორია ჯიბეში, იმიტომ რომ რამდენი ვინმე დაურეკავდა რომ აი ჩვენ გვჭირდება მანქანა წაიყვანოს, ხო მეგობრები ხშირად ასე თქვა აწუხებდნენ რომ აი მანქანა წაიყვანოს და იქ რამის დაგვეხმაროს, ნუ მერის მოადგილის მანქანა წაიყვანოს და ის ვერ გამოვიყვანეს და შენ როგორ დაგეხმარებიო ასე თქვა. და რა გუშველება სიტი პარკზე? უნდა შევეგუოთ. კიდე გამწარების დამეხერხები თუ იცი კიდე ერთი სიტყვის ბოლოში ნუ ახლა რადგან ესე ვაკრიტიკებთ ჩვენ ბატონი მერი და ნუ რა თქმა უნდა ნუ არის იყო რაღაც საბაბები
ჩვენთან არის ადამიანი, რომელიც პირადად მერის დამცველია და მერის სამსახურში მუშაობს და რომელიც არც თუ ისე კარგად იქნება თქვენს მიმართ განწყობილი, თუ შეიძლება რომ მოვიყვანოთ გადაცემაში. მოგზავნით. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ მზადებით, როგორ ახართ? ეხლა მე გისმენდით რა. აკულისებში ვიყავით და უცებ ექსპრომტად დავწერე ლექსი რა. ბატონ ნიკაზე. ის არ მეგონა თუ იქნებოდა მეორე და ვირფასომელია. როგორ ბრძანდები? არჩევნებს ვერ იგებთ რამდენი წელია? ნაციონალები ნელ-ნელა თავდებით ოცნების მომხრე ხო ჯერ კიდე ბევრია? და ასე უცებ წაგერთვათ მერია. ოღონდ არ გეწყინოს ეს ჩემი ლექსია. ლამაზი თვალები შენ წაგაგმელია, მაგრამ ნარმანასი იმენა სექსია. ობძანებულა შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი უოტსონი. რა შვებით ახლა რომელ ტენდერს იზიებ? რომელ ტენდერის საქმეს? ესე იგი, რა იყო? რამ გადაგრიათ? რამ ეს გიზე პროკურორის შვილის დაფინანსება და არის ამ 5,000 გადაურიცხეს და 5,000 და ამდენი სოციალურად დაუცველია ქვეყანაში და იმისთვის სოციალურად დაუცველს რომ იცეს ფული. წავადა ბრინჯს, შაქარს, რაც პურის ფქვილს და რაღაცა აზე ელემენტარულებში მიაფშნის ამ ფულს. და ის სწავლობს ის ადამიანი და ჩამოვა და გამოადგება. მე მის ოჯახს და მის ნათესავებს. მის ოჯახს გამოადგება თუ ქვეყანას გამოადგება რეალურად? 5,000 ლარად გადაყობა ახლა ჩაურიცხე 200, 300 და ერთი რა მაინტერესებს, შენ რო სწავლობდი ამერიკაში ჯართიში აგროვე, ჩაბარე და იმის ფული ხახვადი თუ საერთოდ. მაინტერესებს. ჯართიში აგროვე. შებიჯოთ, ოჯახაჭენებულო, შეხედე მომისმინე ახლა სწავლა სინათლეა, უსწავლელობა სიბნელე. სწავლის ძირი წარი არის კენწეროში გატკბილდებისო. სწავლა ციკუდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი. გურამიშვილი აправებს ნარმანიას და ეგენი ვინ არის? უგებელი ციტატი მაგრევა. არ შემოღოდი კაცო. მე ერთი ნიკაშეთა საქმე მაგ ცალკე მინდა დაგელაპარაკო ახლა ხალხი და ის არ მინდა. მაგრამ პრინციპში გეტყვი ახლავე. დიახ. ეს შემოждები. მისმე ახლა და მინდა. კაი, იგი აბესაძე ახლა და ჭენდია და არიცის ახლა ჯერმანელი და შერომელია და ის როა ნარმანია. ნუ დავარღვევთ ამ დაუწერან კანონს ახლა რაც არის გატანის ამბავზე გეუბნები. არ გვინდა. მეგრელობის ამბავი. ხო, ჩემი რო ხარ მინდა ვეუბნები უშორო იყოს მაგას მე არ ვეუბნები. უსებ ახლა ეს ორი სიტყვი რაც მინდოდა მე თქვა თუ ეს მილიონი ხისა და იმისა ეს მილიონი ხე იქნება მე მილიონი ყვავილი იქნება და მოვა მილიონ თვლის ღერამდე და შენც მოხედავს მე იქნება ხარგად ზედმეტია მილიონი ხე თვლის ღერამდე ახლა ამის ეს მილიონ ხეზე მინდა კიდე რაღაცა რო თქვა ეს რო უკიჟინებთ ახლა ეს მილიონი ხეზე ხო იყო ამბავი ახლა გახმაო გახმა ეს ხები გახმა და დადგებიან ამ გახმარ ხესთან და ყველანაირად ცდილობენ ამ ნარმიანიას წყალი შეუყენონ შეკაცო ის წყალი მიუსხი ხეს და გაიხარეს მის ჩამოგდებით რო ხართ ხო აცალეთ ხო შეიძლება ერთ საკუთში ტელეფონი ვინა ჯოხი ასედა და ზაღლი თუ ამის დასავლებიან დაზარას ეს ალო ხო მომის სადგახარა გაგარინზე შებრუნდი ახლა იქით ერთმანეთში გადაცმული შენობა რო ას ერთმანეთში შეც გავერგეი გებეჯო ნახევარი საათ რო უყურებდი პირველად
ხამაბირო ვჭამეთ იმის წინარე. ხო. ხო, всё, ეგრე. ხო, წახვალ ქვევით ახლა აი კაცი და ვემხვირო ჭიდაობს. იმას რო გაცდები 2 კილომეტრი, ასე 2 კილომეტრი ნახევარი არის და ცხენზე შემჯდარი მეფე დაგხვდება და იქ ჩამოდი დამელოდე. რომელი მეფე და ლუდოვიკო მე-14 რომელი მეფე? არა კაცო, მართლა ლუდოვი ეს მიხუმრე კაცო, დავით. დავით და ვარდე იკარკათ ლანდა. ხო, რა მინდა ახლა რო გიცხათ კიდე? 1000 სულელური პროექტი გაქვს დატოვებული თქვენ და იმის გამოსწორებას უნდება ნარმანია იქ და დღე-დაღამე მუშაობთ მაგს დაგიწყე ხო რაც კაი გააკეთეთ თუ იმაზე მე არ ვამბობ არაფერს სიტი პარკი იყო ფულისტანოკი და არის შვენიერია დავტო ხო აი რაც არის კი აი ეს ტელეფონი აწრებინდა ეს თუ დაგარგულია ნარმანიაზე მემაგრებული ჩიპი თუ გაცდა იმ ზონას მე რეიწყებს სტრიპის სტრიპის ეს შეცასულა ამას რა მოაბრუნებს გავიქეცი ახლა რა თქვენ გერაცოლეთ მოდი უნდა გავარდე ქოდა შეშვი თქვენ გერაცოლეთ ამ ადამიანს შეშვი და არ უნდა ამდენი ჩახოლღოზება და ჩაგაიძადი ნუ დეიგვარგლები რაღაცა რა დეიგვარგლები რა სიტყვებიანი ხა ეგ რა დიდი ჯერიშებია მოზურკული მოზომინული კაცი რო დაგიწყეს კიდე ლაბარაკ ახლა აქედან მიდივარ აგერაბა რა შემიძლია ვაშაძია რომელიღაცა გადაცემაში სტუბრად იგინა უნდა შეუვარდი ახლა იმას ეს ზაქარეიშვილი ვერ გავაправია ნარმანიას კიდე მოუკარგებ რა ადი რა მანერა ტარიამი მოგლე ასე რომ აი კრიტიკაც უნდა მიიღოთ გენაცოლე ესეა საქმე გაიგე ირაკლი ისე თქვენ მე მგონი ერთი სკოლელები ხართ ერთ სკოლა გაქვთ ის 57 და სკოლას ვავდით ერთად შეთქმულებას აქვს ადგილი ხო ანუ ერთად მოდიხართ და ნუ ეს შერლოკ ჰომსი და დოქტორ ვატსონი ერთი დამრიგებელი ყავდა სხვადასხვა ხო ცისანა ბერძენიშვილი კარგია ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის წარმატებებს გისურვებ და წარმატებებს უსურვებ ზოგადად თბილისს და დიდი მადლობა ირაკლი აბესაძე ნიკა მელია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი გაიხარეთ